გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დღევანდელი ჩემი ლექცია ატარებს ქვესათაურს ქალის სახე ქართულ პოლიტიკაში. რას არ ვისმენ ამ 4 ოქტომბრის უსისხლო-სისხლიანობის შესახებ? ბაჩო ახალაიას ცოლის ანი ნადარეიშვილის ინტერვიუ შემომეკითხა. ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ ნამდვილად არ იყო აქცია ძალადობრივიო. მე ძალადობა ვერ სად დავინახე და თქვენ სად დაინახეთო? არ ვიცი ჟურნალისტმა რა უპასუხა, თუ კი იქითური ჟურნალისტი იყო, ალბათ ეთყოდა მართლაც ბრძანებთ რა ძალადობა, რის ძალადობა, განა ეს ძალადობა იყო? ძალადობა კი არა, ეს სამშვიდობა მისია იყო. თავის ამბავში ალბათ ანი ნადარეიშვილი სრულიად გულწრფელია. ცნებას ძალადობა მისთვის სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩემთვის, თქვენთვის, მოკლედ ჩვენთვის. ის რაც ათონელზე ხდებოდა, ჩემთვის და თქვენთვის იყო ძალადობა. მე ასე ვარ გააზრდილი, რომ როდესაც ქვებს ისვრიან, როდესაც ქალაქს ლეწავენ და წვავენ, როდესაც პოლიციელს დანასარტყავენ, როდესაც ღობეს ისტერიულად ანგრევენ და გაურკვეველი მიზეზის გამო ლამობენ სასახლეებში შეჭრას, ამას იმ წრეებში, რომელთანაც ბედნიერება მაქვს ვიყო ახლოს, ეძახიან ძალადობას. ანი ნადარეიშვილისთვის ეს ალბათ ძილისპირულივითაა, მოფერებისავითაა, დილის გამაგრილებელი ნიავივითაა. მისთვის ძალადობა სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და ამიტომ მისი სიტყვები ნუ გაგეკვირდებათ. ბაჩო ახალაიას, რომელსაც თავისიანები ეძახდნენ სადისტს, მისი ცოლი არ მგონია არ იზიარებდეს თავისი ბუნჩულასახიანი მეუღლის მიდრეკილებებსა და მისწრაფებებს. რომ არ გაეზიარებინა, ალბათ დიდი ხანი ერთი ალთას წავიდო და მეორე კი ბალთას, მაგრამ ისინი ერთი გზით მიდიან ხელი-ხელ ჩაკიდებულნი და საღამოობით ალბათ ერთმანეთს სიცილით უყვებიან საშინელებათა ფილმების სიუჟეტებს. საშინელებათა ფილმები, ანუ უჟასები, ანუ ჰორორი, მეც მიყვარს მეგობრებო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მე და ახალაიების ტკბილი ოჯახი სულ სხვანაირად ვუყურებთ ამ კინოს, სხვადასხვა გვერდიდან და ალბათ საპირისპირო პერსონაჟებს ვგულშემატკივრობთ. მე ბოროტების არსი მაინტერესებს. როგორ ბოროტდება ადამიანი, როგორ უნდა ებრძოლო ავსულებსა და დემონებს და ახალაიები ალბათ მეორებ ალბათ ამ პროცესს სხვანაირად აღიქვამენ. არ მინდა ახლა დაკონკრეტება თუ როგორ აღიქვამენ, მაინც უდანაშაულობის პრეზუმპციას ვცემ პატივს და ვიტოვებ იმედს, რომ იქნებ რაღაცაში ვცდები. კარგი, ანი ნადარეიშვილი არის სრულიად მიკერძოებული ადამიანი და მისი პოზიცია გასაგებია. ის თავისი მეუღლის გამართლებისთვის ყველაფერს იტყვის და გააკეთებს. გამიგვირდებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო, მაგრამ აი ეკა ბესელიას რაღა მოუვიდა. მისი სიტყვები ათონელის სასახლის ღობის შესახებ ალბათ სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს, როგორც მაგალითი იმისა თუ რა არ უნდა ილაპარაკოს იურისტმა. მან თქვა, თუ დადასტურდა, რომ სასახლის ღობე გადაჭრილი იყო, მთლიანად სისტემის პასუხისგებლობის საკითხი დადგებაო. აბა რა გვეგონა ჩვენ არიფებს. მე თქვა ბესელიამ, როგორც იურისტს, მესამე თვალი მაქვსო და მოვლენებსა და საგნებს იმ მესამე თვალით უყურებოდა ის ღობე აშკარად მორყეული იყო და სატყუარად იყო დატოვებულიო. ნუ რაღაც ამდაგვარს ლაპარაკობდა ეს 8 წლმოსილი იურისტი. ყურებს არ უჯერებდი ეს რომ გავიგონა მეგობრებო. რას ნიშნავს სატყუარად იყო დატოვებული? ანუ მე რომ ჩემი სახლის კარი წვდა დავკეტო და ვინმე ავაზაკი რომ შემიძვრეს ბინაში და ერთადერთი სიმდიდრე რაც გამაჩნია ვერცხლის კოვზი მომპაროს, მე მისი დაჭერის შემთხვევაში თუ კი მას ადვოკატად ეკა ბესელია დაუდგება, შეიძლება მე დამბრალდეს რომ კარი ცუდად რატომ დავკეტე და უწყინა ავაზაკს ჩემი ვერცხლის კოვზის მოპარვის საბაბი მივეცი. ვინმე თუ მეტყვის რომ ეკა ბესელიას სიტყვები მე არასწორად გავიგე, იმ ვინმეს შევეკამათები. ჯერჯერობით არ ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ რასაც ყოველგვარი მიკი-მოკების გარეშე ამბობენ, ვერ გავიგო, ან სხვანაირად გავიგო. ზუსტად ის თქვა ბესელიამ, რაც მოგახსენეთ. თუ კი დამტკიცდა, რომ ღობე დასუსტებული, მორყეული იყო, მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უნდა დაეკისროსო.
გამიგვირდა ის რომ არ თქვა რომ ღობის მორყევა იმაზე მეტყველებდა რომ 2024 წელს არჩევნები გაყალბებული იყო. დიახ, იურისტი ბესელია თავისი მესამე თვალით ამას აუცილებლად შეამჩნევდა და დააფიქსირებდა, მაგრამ არ თქვა. დაგვინდო. მის ლოგიკას რომ მივყვეთ, მაშინ მეგობრებო, ნებისმიერ შემთხვევაში ყველა დაზარალებულს შეიძლება ბრალი დაედოს დანაშაულის პროვოცირებაში. სხვა შორის, ეკა ბესელია ყოფილა ორგანიზაცია მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი. მე შენია წარმოვიდგინო მისი მართლმსაჯულება რა პრინციპებზეა დაფუძნებული. ჩემთვის დამახასიათებელი ცნობის მოყარეობით დავინტერესდი, ვინ უჭერდა მის ორგანიზაციას მხარს მეთქი. USAID. ხოდა მაშინ ყველაფერი გასაგები გახდა. მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არა. ბოლო შტრიხი სალომე ზურაბიშვილმა შეიტანა. მან თქვა რომ მის დროს ღობე მყარი იყო. დიახ, ალბათ სალომე, როდესაც პრეზიდენტობდა, ყოველ საღამოს ძილის წინ გამოდიოდა და ეჯაჯგურებოდა ღობეს. ამოწმებდა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალვინი.